მოკლედ მე მოვიფიქრე ერთი რაღაც თემა გამახსენ და ვფიქრობ ხესა ძალიან ბევრი ვიხალისე ჩემთვის და თქვენც უნდა გითხრათ აბა მიდი ხა შენ ხო ვიცით რაღაცას დაახეთქეთ ახლა გაიანე და ნინო ბავშვობის ოცნებები რას ოცნებობდი ბავშვობაში რა უნდა გამოსულიყავი ან აი რა ოცნებები ქონა ბავშვობაში მინდოდა ალადინის ზღაპარი რო არის ხო იცი აი ეს რომ ხალიჩა რო არის რომ მიდის სადღაც და ასე შემდეგ დავждე იქ და და ვიმღერო მაგრამ იმიტომ რომ ინდური სიმღერებიც მომწონდა როცა პატარა ვიყავი ეხლა ჩათვალე გაიანე რომ ბავშვობაში ხარ და აი სრულე ოცნება მიდი იმღერე ინდური ბიჭი რო არ ყავს გვერდში ჩვენ ხომ ყავართ ბოროკინა ტანოკი ანა და ბედამბალი ნარარირარა მეკესენა ნანანარი ო მეც მქონდა გენაცვალე ძალიან მაგარი ბავშვური ოცნება და სულ მინდოდა ბავშვობაში რომ ყოფილიყავი ექიმი მქონდა უამრავი სათამაშოების სამედიცინო მოწყობილობების ფონენდოსკოპები და 1000 რამ ხო და ერთ მშვენიერ დღეს სადღაც ვარ ალბათ 8-9 წლის და თბილისიდან ბრუნდებით ხაშურში მატარებლით. დგას ერთი ქალბატონი, აქვს რაღაცა მოწყობილობები და მეუბნება ყველას, ვინც კი არსებობს იქ რო რიგში დგას მატარებლის, ყველას ეუბნება რომ მოდით შეიმოწმეთ ბიოაქტიური ველები. წაგვძლია სულმა და ნუ ბებია ჩემი გაესინჯა და არ აღმოაჩნდა ბიოდენები და აღმომაჩნდა მე. ვაი ეუბნება რომ ამ ბავშვს შეუძლია რომ განკურნოს ნებისმიერი დაავადება. ეხლა მე ბავშვი ვარ და ბავშვურად მესმის, რომ ესე იგი მე უკვე ექიმი ვარ, გაიგე? მაგ დროს პაპაჩემს აწუხებ და კუჭი, ქონდა კუჭზე წყლული. ესეთი დიაგნოზი ქონდა, ხო და დამიძახა, მოდი პაპაო, შენ ხო ჩემი ექიმი ხარო, მოდი ეხლა ბოლომდე მიმკურნალეო. მივიტანე ჩემი ფონენდოსკოპები, ჯერ გული გაუსინჯე. ყველაფერი და მერე დავადე კუჭზე. აჰა. ხო და იძახის პაპაჩემი რომ მქონი მართლა განმიკურნეო და მე რო წავიდნენ გამოკვლევას აღარ ქონა გოგო იცი ეკა ეხლა შენ მოყევი და რაღაცა უცნაურობას იყოს ზუსტად ვიცი მაგრამ ჩემნაირ უცნაურობა მაინც არ დაგემართებოდა შენ ლაბორატორიული რაღაცა მე ვიყავი ძალიან რაღაცნაირი მიამიტი ბავშვი აი ვოცნებობდი ხოლმე რომ ყოფილიყავი მოდელი და ისა რა ქვიან თეატრალურზე მე სწავლა და მსახიობი ძალიან მინდოდა ტელევიზორში გამოსულიყავი ხო და ავისრულე ჩემი ოცნება ტელევიზიაშიც გამოვდივარ და მოდელიც ვიყავი. მოდელი ვიყავი, გამოვდიოდი ხოლმე სცენაზე. ვაიმე, ეკა არა მჯერავს რა. არა, მსახიობი რო ხარ და ტელევიზიაში რო ხარ, ეგ ამჯერავს, მაგრამ გოგო, არა, ოცნებაში ქონდა და ეს სხვა რაღაცა და თუ იყო ეგ არის აკითხი. ოცნებაში კი არ იყო კაცო, მოდელი ვიყავი და პაკაზებზე დავდიოდი და არ ამჯერავს. აი მართლა ვიყავი. ყველაფერი მიხდებოდა, აი მაკვდებოდა ასეთ ყველაფერი, რასაც ჩავიცვევთ იქაიანე. გოგოება მოდი კოკაკოლა დავდიოთ გავხსნათ არ გინდა. დაიცადე ჯერ არ გახსნა მოგო მარტო სვაჭამაზე რომ ფიქრო. დაინახე კოკაკოლამ როგორი საახალწლო განწყობილება შეგვიქმნა სიახლე არის. მიდი ეხლა ეს დაასკანერე და გადავალთ კოკაკოლას საახალწლო ჯადოსნურ პლატფორმაზე. და კოკაკოლასთან ერთად შევიქნეთ საახალწლო განწყობილება. აი ესე დავასკანერებ. და
გაიანე. მუსიკაც არის. ჯინგლა, მიდი. ვაიმე, სახალხო რეცეპტებია, გაიანე. ეგ ძალიან. აბა შედი გეხვეწები ვნახოთ. დაიცადე მე ჩაუჯდეთ, გაია, ერთი დღე ჩაუჯდეთ და ვნახოთ ერთი რა არის სახალხო. და მაინტერესებს ყველაფერი ჩამოყევი რა ამოყარა, მიდი. ამოყარა კიდე საინტერესო და ცნობილი ადამიანების მილოცვები. ვისაც ბარათებია კიდე შეგვიძლია დავწეროთ და ვისაც გვინდა გავუგზავნოთ. ეკა ჩართე ეხლა საახალწლო მუსიკა. გოგოებო, ეხლა ამ სიმღერის ფონზე, ამ ხიარულებაში კოკაკოლასთან ერთად შემოვედით ზედა საზანოში. მე მიგიყვანთ ეხლა ძალიან მაგარ ადგილზე, ეს არის მარანი საზანოს ღვინო, სადაც სასწაული გარემოა, საოცარი სილამაზე, ნატურალური კერძები. სასტუმრო აქვს სასწაული, ძალიან მაგარ დროს გავატარებ და ძალიან მაგარი შეფი ყავთ, რომელიც სუფთა იმერულ ხაჭაპურებს დაგვიცხობს და ვისიამოვნებ. შევიწყნეთ კოკაკოლასთან ერთად ძალიან magari საახალწლო განწყობილება და მიდი დავაი და გავაჯაზოთ. თან გამიხსენი და დამალევინე ყელი გამიშრა. გავაჯაზა. აუ რასი. აუციე ბოლომდე. გამარჯობა. აი მე წვიმაში ჯებით როგორ არის? ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩვენი პარტნიორი კომპანიისგან ძალიან გემრიელი კეჩუპი და მაიონეზი და სხვადასხვა პროდუქტები. ძალიან გემრიელი ეს ძალიან დიდი მადლობა. კოკაკოლა ახალი შეფუთვით, ახალი სიახლით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გვიხარია ჩვენთან სტუმრად. ჩვენც ასევე. ვიცი რომ ჩვენთან რჩებით, სანამ ზარეულებს გაგაცნობს და კერძებს მომწადებთ, მანამდე ჩვენ სასტუმროს დაგათვალიერებთ. მეგზურობას გაგიწევთ. ზანდით. ჩვენ ვართ ფერჯალის რაიონის სოფელ ზედა საზანოში, საზანის ღვინის მარანში. ეს არის ეთნოგრაფიული ძველი იმერული ოდა, რომელიც არის დაახლოებით 200 წლის წინ, არის სრულიად იდენტური, როგორიც იყო და ეხლა უბრალოდ ჩვენ ვიყენებთ როგორც სასტუმროს ერთ ნომრად. შეგვიძლია დავათვალიეროთ, ნახოთ და თან აგიხსნით როგორ შეიძლება რომ აქ დავიძინო. რა თქმა უნდა. დიახ, აქ უნდა დარჩეთ. ბრძანდით. აი მე რა სილამაზეა. რა სიუა. მიაგწევი გაიანე. აქ გიდა რომ დაწვე? ეს ძალიან დიდი არ იქნება შენთვის, აი საოცარია მართლა ძალიან შთაბეჭდების ქვეშ რომ სიძველე და თანამედროვეობა შერწყმული არის სინთეზშია ერთობლივში და რაღაც ძალიან მაგარ გარემოს ქმნის, აი ძალიან მაგარია. თბილი აურა აქვს. ასევე გვაქვს ძველი ნივთები, რომელიც შეგვიძლია ჩავრთოთ და მოვსმინოთ. დიახ, ნახოთ. ვაიმე მე აქ ვრჩები. არა. დამანებისავი. არა. ჩამორჩა მე ვრჩები. მე აქ ვრჩები. მე ვრჩები აქ უკვე დავწექი მე. დაწექი მოვალ და ვაშაკეთ ჩაგატყა და აღსაბო. მე აქ დაწექი თვითონ ხარ, გაიხარე. ხავი მარტო. ისო დაგინახო ჩვენ ოთახში გამოსა. აი ეგრე. შეხვედრამდე. ამ მხარით ვარ გამოითხარა, სადაც მომეწონება ის მოწონს ამას. ისიც არის. გამოეწვა პირველ მე ვთქვი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ეს ჩვენი ოთახი დადამ. ოი რა კაია და ეს ჩვენთვის არის ზუსტად ცალ-ცალკე არის. ცალ-ცალკე. იცი რა მომწონს კიდე? სუნი რო დგას, აი ხის სუნი, ძველი და დარწმუნებული ვარ თქვენი ძალიან ბევრი ვიზიტორი და სტუმარი ბავშვობაში გადავარდება, იმიტომ რომ ყველა მაინც არის ნამყოფი სადმე სოფლად ხის სახლში. ეხლა გადავიდეთ, ნახოთ ჩვენი მარანი, გაგაცნობთ ჩვენს ღვინოებს, იმერულ ღვინოებს და დავაგემოვნოთ. ოხო, დიდი სიამოვნებით. ხო? მოვიდეთ. წავიდეთ ნინაჯენ, წავიდეთ. ღვინის მარანი. ვაუ. ო რა მაგარია. გამოთხია ქართველი კაცისთვის და გვხვედრა.
ეს სახელები ნახე წერია ყველაფერი. ჩვენ რომელი უნდა დავაგებოვნოთ? ჩვენ დავაგებთ, ჩვენ გაგაცნობთ იმერულ ჯიშებს, ეს არის ოცხანური საფერე, კრახუნა და ციცკა. ოცხანური საფერეა წითელი მშრალი ღვინო, კრახუნა და ციცკა თეთრი მშრალი ღვინო. ეს არის იმერული ჯიში და შესაბამისად დაგაგებონებთ იმერულ ღვინოს, რადგან იმერეთში ვარ სტუმრად. დამძიმეა თუ არა? დავიკარგე. როგორ საერთოდ არ არის მძიმე. არ არის მძიმე, ზუსტად ეს არის, რომ იმერული ჯიშის ყურძნებს ახასიათებს სიმსუბუქე. სიმსუბუქე, ესე თრობაშიც ნელა-ნელა შედიხარ ისე რომ ვერ იგებ. და სიამოვნება ერთი სიტყვით. მე მაგალითად აი ამ მარანში გადავიღებდი კარგ ფოტოს სამახსოვროდ. რა თქმა უნდა. გადავიღოთ, ჩვენ სამივეც გადავიღოთ. მიდი. რა თქმა უნდა. გადავინაცვლით ახლა სამზარეულოში უშუალოდ კერძის დაამზადების პროცესი ვნახოთ და თქვენც ჩაერთვებით რა თქმა უნდა თქვენც დაამზადებთ, მაგრამ მანამდე რადგან ხაჭაპური უნდა დავამზადოთ კერძზე, გვჭირდება ყველი და ჯერ ძროხა მოვწველოთ, ყველი დავამზადოთ და შემდეგ ხაჭაპური დავამზადოთ. ძალიან მაგარი. წავედით ახლა. წავედით. ჩვენ გველოდება ახლა ქალბატონი ამზე ჩვენი მზარეული, რომელიც უშუალოდ დაგვეხმარება ძროხის მოწველაში, შემდეგ ყველის ამოყვანეს პროცესსაც ერთად გავაკეთებთ და შემდეგ ხაჭაპურსაც დავამზადებ. ძალიან კარგი. სულ ყავს ორი მზარეული და ერთ-ერთი ქალბატონი ამზე არის, რომელიც ახლა დაგვეხმარება და მოგზადეთ. ზე ეკა ხო შენს? მეც მოვწვევ რატომაც არა. ხო მე ახლა მომდის. არის ჩვენი საქონელი. აი ის არის წითელა, ეს მარკა, შემდეგ ჟვანია, უშობელი და ლამაზო. მოვწველოთ ლამაზო. კი, მობძანდით გენაცვალე, მობძანდით. უკვე დავამთავრეთ ლამაზოს მოწველა, შეგვიძლია ახლა ყველი ამოვიყვანოთ, დაუკვეთოთ რძე და მერე იმ ყველის გავაკეთოთ კარგი მინერალური ხაჭაპური. აი, წავედით. წავედით. მოვწველეთ ძროხა, მოვიტანეთ რძე, დავუკვეთეთ და ახლა გასწავლით როგორ ხდება ყველის ამოყვანა. რძეს იმერეთში ყვეთავენ მაჭიკი და დამზადებული სითხისაგან. ახლა უკვე მზად არის ჩვენი ყველი ამოსაყვანად და სწრაფად ავჭრით ყველს, გააგრძელეთ ეკა თქვენ. შეგიძლიათ? კი, შეგიძლია? აი ასე გააგრძელეთ. თქვენ თვითონ ნახეთ როგორ იყვანენ იმერეთში ყველს, მე გასწავლით შეძლებს დაგვარად. აი სწრაფად რომ ამოვიდეს ყველი და კარგად შეიკროს, უმატებთ ცოტა ცხელ წყალს. ეხლა კარგად დაურიე კიდევ კარგად. აი როდეს ცხელი წყალი გაუჩნდეს ყველა. კი. კარგად გათქვიფე ყველის მასა რომ კარგად შეიკრას. დაველოდოთ 2-3 წუთი, დაიძირება ყველი და იქნება კარგად ამოსაყვანე. მე აქ დავინახე ახალი მზარეული თქვენი და ძალიან გამიხარდა ბატონო შმაგი. მოგესალმებით. დაველოდოთ ახლა აღარ უნდა დაიხარეთ. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ იმერული ხაჭაპურის ცომს მომზადებთ. ტექნოლოგიური ლობიანის ცომს. კი. დავიწყებთ მომზადებას. სუფთა იმერულად და გოგებო თქვენ წარმართავთ ყველაფერს გენაცვალეთ. ბატონო შმაგი, მე ხა ლობიოს თქვენ მასწავლით თქვენებურ შეკმაზვას ასე რომ ვთქვა და გაიაშ მე ხო მომიძილა ცოლს ლობიანის. კი. ყველაფერს გავაკეთებ ცომს მე ალბათ გააკეთებს ყველი და მე შელობიას. ეხლა მე მითხარით როგორ შევკმაზო ეს. ჩავნაყოთ ლობიო აუცილებლად. ჩავზილოთ ეს. დიახ. აქ გვაქვს მხოლოდ მოხარშული ლობიო. მხოლოდ მოხარშული და ლობიო. რას ვამატებთ? აი რომ მითხრათ. მარილი, შავი პიმპილი, აი ზეთი ხახუ გვაქვს მომწვარი ზეთში და მარტო ზეთს ვამატებთ. ადრე ხახს წვავდნენ, ხახს ალკე იყენებდნენ და ზეთს ურევდნენ შიგნით და გამოდიოდა უგემრიელესი. ესე იგი ეს თქვენებური იმერული მარილი და პიმპილი გემოვნებით. შავი წიწაკა გემოვნებით. დიახ.
ბატონო შმაკი, ბარბარობა ახლოვდება. დიახ, ლობიანი ყველა ოჯახში იგმაზება. იხარჯება პურის კაკარი, კორკოც ვეძახით ჩვენი მეცი. ტრადიციულად და მეკვლეობა ხდება. მეფერხეობას ვეძახით ჩვენი მეცი. როგორ? მეფერხეობა. მეფერხეობას, როგორ საინტერესო პირველად გავიგე ეს გამოთქმა. ბატონო შმაგი. დიახ, ის. მეკლეს თქვენ არჩევთ თუ თვითონ ვიც მოვა? მეკლეს არჩევ თვითონ ოჯახი. ოჯახი არჩევს? დიახ. რის მიხედვით არჩევს? აი პუტკუნა, რომ ბარაქიანი იყოს. ირჩევთ ისეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გულით, ნამდვილად ფეხით, ნამდვილად სულით. ზაკაზით არის რა. სხვათა შორის იმდენად კარგი ფეხი მაქვს მეკვლეობაში და იმდენჯერ აი მახსოვს ჩემ ბავშვობაში ხოლმე მთელი 6 ოჯახის მეკლე ვიყავი უბანში, თორემ მე ხარ ყველა მათგანი უყურებს ჩვენ გადაცემას. ნინო ბავშვობაში ყველა ეგრე ვიყავით, ყველა ბავშვობაში არა, არც ძალიან ღრმა ბავშვობაში არ ვიძახე. აი ესე სანამ სკოლა დავამთავრე მანამდე ვამბობ და მე უკვე აღარ მეცალა მაგისტრის. ნინო, გინდა გაჩვენო რა გავაკეთე, რა ყოჩაღი გოგო ვარ? ნინო, უყურე როგორი ყველი ამოვიყვანე. დედა რა ყველი ამოვიღებ, ვაიმე, საოცარი, ნამდვილი, იმერული ყველი. როგორი გოგო ვარ? ძალიან კარგი, საუკეთესო. კარგია, ჩვენიერი. ქალბატონო იამზე, რა მაინტერესებს იცი, ახალი წელი გვიახლოვდება. დიახ. როგორ ემზადებით იმერეთში ახალ წელს და აი რა ტრადიციები გაქვს ძალიან კარგი. გიამბობთ ახლავე. ახალი წელი ყველასათვის უდიდესი დღესასწაულია, დიდი თუ პატარა, ყველა ელოდება ახალ წელს და ცდილობს მხიარული, ჯანმრთელი და მოწესრიგებული შეხვდეს ოჯახში. ძირითადი კერძი იმერეთში, აი ტრადიციულად არის მოხარშული ღორის თავი. ეს არის სიმბოლო. კიდევ აღსანიშნავია ის, რომ ახალ წელს იმერეთის ოჯახის უფროსი ყველაფერს ულოცავს ამ ახალ წელს. ვენახსაც და პირუტყვსაც. აი ვენახში რა ტრადიციებია. ცხება წინასწარ მტევნის ფორმის ცომისაგან მტევნის ფორმას ვაძლევთ ცომს. და დილით ადრე ოჯახის უფროსი ღვინით ხელში და დანარჩენ ოჯახის წევრებთან ერთად მიდის ვენახში, ერთ-ერთი რჩება ოჯახში, დიასახლისი. დანარჩენი მიდიან დილით ადრე ვენახში, ულოცავენ ვენახს, პირდებიან რომ კარგად მოულიან, რაც ჭირდება ვენახს, გათოხნა, დაბარვა, გასხლა, გამორჩვა, მოწამლა თუ რაც და ოღონ მერე მოსვლა მასზე იყოს, რომ გაახაროს ოჯახის უფროსი ხვავიანი მოსავლით. ბრუნდებიან ოჯახში და როდესაც შემოდის ოჯახში, ოჯახის უფროსი კარებს რამოდენიმეჯერ აჯახუნებს და ეძახის კარი კინისა. იქიდან დიასახლის ეძახის რა მოგაქვს, საიდან მოგზანდები, რა დაგაბარა ვენახმა, ამას ყველაფერს უყვება. ეს ოჯახის უფროსი ხელში მას აქვს ღვინით სავსე ჭიქა და რომ იღება კარები, გადაავლებს ოჯახის დიასახლისი თავზე ისე რომ კი არ დაისვერო, თვითონ გადაავლეს. ესაა ტრადიცია. მანამდე დიასახლისი ადრე მიდის პირუტყვთან და იმათაც ულოცავს ახალ წელს, მათთვის მიაქვს კვერცხი და ქის ფორმის გამომცხვარი პური. ყველას რქაზე აცმევს ამ პურს, თან კვერცხს ასე მსუქნად იყავით, კარგად ბარაქა მომეცით, დოვლათი მომეცით, მათაც ულოცავენ ახალ წელს. ბრუნდებიან ოჯახში და ელოდებიან მეფეხეს. ჩვენ ცომი მზადა გვაქვს, ორივესი ლობიანისის ხაჭაპურითა გადავინახოთ გოგოები ახლა ჩვენ მუხართან თესთან და მომზადოთ თქვენი ლამაზი ხელებით, რაც იგენაცვალეს. ესე იგი ჩვენ ახლა აი ამოყვანილი ყველით თქვენი გაკეთებული ლობიოთი, ლობიანით გავაკეთოთ და იმერული ხაჭაპური. ბუხარში კეცებზე. უფ, მაგარია. რადგან ახლა ჩვენ გადავინაცვლებთ ბუხართან, იქ გასწავლით იმერული აჯიკის მომზადებას. ძირითადად მზადდება ხახვი იშუშება ზედში, დაბალ ცეცხლზე, შემდეგ ემატება ტომატი, ისიც იშუშება მასთან ერთად, დაუმატებთ გატარებულ ნიგოს, ცოტა სუნელს, წიწაკას და უკმაზავთ, შევათხელებთ ცოტა ძმით, ცოტა წყლით და აი გემოვნების მიხედვით დავაყენებთ სასურველ გემოვნებაზე. წავიდეთ მაშინ. წავიდეთ, გადავინაცვლოთ და შეუდგეთ მზადებას. ჩვენი ცომით, შენი ყველით. ჩემო პუტკუნებო, ეხლა ვიტყებთ თქვენი
მომზადებულის გამოწყობას. პირველ რიგში გამოაწყოთ ხაჭაპური, შემდეგ კიდე ლობიანი. ბატონო შმაგი. ცომი უნდა იყოს თხელი თუ სქელი? თხელი, აი თხელი თუნ. გიგენაცვალე. რაღაც კიდე ცოტა პატარა გვაქვს. აჰა. ეს არ გვინდა? აჰა. აუ რა მაგარია. სულ რამოდენიმე წუთი. ხო. და ხშირად ტრიალი რომ ხშირად ტრიალისად. აი ეს კეთში ხო, აი ცხელია რომ კეთს შევატიაროთ, ნავხოთ როგორ ცხება. აჰა. ავიღოთ, შევამოწმოთ. აჰა. გასაგებია. დავიწყოთ ლობიანი. დაიწყეთ ლობიანი. ეხლა დავამზადოთ იმერული აჯიკა. იმ დამზადების დროს გაკეთდება უკვე ლობიანი ხაჭაპურით, სუფრაც გაიწყობა და მიუსხეთ სუფრას. სწავლით თქვენ აჯიკას. ძალიან კარგი. ყველაფერი გავამზადეთ, ჩვენმა ბუტკუნებმა, ყველაფერი მომამზადეს, ქართული სუფრა მზად არის, ლობიანის გამოცხარია, ხაჭაპურის ყველაფერი გამომცხანია, ყველაფერი მზად არის. მადლობა ყველა თქვენს. გაგიმარჯვეთ და კარგად იყავით. აბა ეხლა მე ლობიანს დავაგემოვნებ, მე შევკმაზე ლობიო და მაინტერესებს. მეც მაინტერესებს. მოდი ჩვენ ხაჭაპური დავაგემოვნოთ. მაშინ მე იმერული ხაჭაპური. შენ რა სიზავგარია? იმერული აჯიკა. ალბათ იამზე ძალიან გემრიელია, ოღონდ მართლა საოცარი ყველი არის მართლა იმერული ხაჭაპური, ხო არის ცნობილი ხაჭაპურების მეფე, ასე ვიცი და ნამდვილად ყველი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ და ცომი რო აი არ ვიცი. საოცარი ხაჭაპურია, მადლობა ბატონო. ხაჭაპური ყველაფერია, მაგრამ მოშეჭამ გეგემრიელებს. შეუხია ხაჭაპური. ლამაზიც არის. ყველი, მაგრამ საზანოს ყველი. მე ძალიან მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. ძალიან ცეცხლეთ და ჩვენც ასევე, ჩვენც. უღრმესი მადლობა თქვენი იმერული, ნამდვილი სტუმართ მასპინძლობისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ გვიყურებს, გველოდება ყოველ კვირას. ელოდებიან რომელი კუთხიდან ჩავერთვებით, ხო და ულოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ბარბარობას, ნიკოლოზობას, ყველა საუკეთესო დღესასწაულს, ყველანი საუკეთესოდ დასწრებოდეთ და დავემშვიდობოთ. კი. გემშვიდობებით მომდევნო საინტერესო ადამიანებით შევხვდებით ისევ საინტერესო ადგილებიდან. ნამდვილად. ისეთი მდიდარი ზარები საქართველო ისმოდეს, აი ესეთი ზარები ისმოდეს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენს ოჯახი ხმარის არა. ხო არ გჯერათ რომ მოდელი ვიყავი? ხო არ გჯერათ? აი ხა დაგიმტკიცებთ რომ არ გჯერათ რომ მოდელი ვიყავი? და პაკაზებზე გამოვდიოდი. შენ კულტურიას თალეკაო? აი კულტურია ცოცხალია ახლა. შენი კულტურია ცოცხალი იქნება, აი ბაბა. აი და თქვენ თავი ეგრეთ მასხარად მოიწონა. მე არა, დეშადო. გაჩვენ. დედა. დედა, ამათ არ ჯერავთ ნინოს და გაიანეს მოდელი რომ ვიყავი და რომ გამოვდიოდი სცენაზე. კალბატონო გამარჯობათ, გენაცვალოს გაიამ. არა, ოცნებაზე იყო ლაპარაკი. ხო ჯან? მაგას ხიჩავარ, ეგას ხიჩავარ, თუ არ გამოდიოდა სცენაზე და თუ არ იყო პირველი ადგილი. პუტკუნების მოდელი. არა, ხო, ბავშვი იყო და ფიქრობდა რომ პუტკუნა კი იყო, მაგრამ ფიქრობდა რომ გამხდარი ვიყავიო, ეგრე ვუყურებდიო რა. ახლა გამხდა. თვითონ თავის ოცნება იყო. პუტკუნა იყო, ყოველთვის იყო პუტკუნა. როგორ არის პუტკუნა? პუტკუნა ვიყავი და მეუნე რამდენი? 4 და 5. ვაიმე გორიათი პატარა დათვი. კაი დედა, კაი, მადლობა, კარგად. კარგად იყავით, კარგად.